პარტია გახარია საქართველოსთვის გუშინ მაღაროელებისთვის გამოტანილ განაჩენს აფასებს და ამბობს, რომ ეს ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნის გამო სამაგალითო დასჯა და ქვეყანაში უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქმნის. პარტიის ერთ-ერთი წევრი სტატა ხვედელიანის თქმით, ოცნება ქვეყანას წარსულში აბრუნებს და მაღაროელებს პროტესტის გამო აპატიმრებს. ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 იანვარს გამოაცხადა. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს გუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 6 წელი და 3 თვე მიუსაჯეს. არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი კი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ციხეში 4 წლითა და 3 თვით გაუშვეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 4 მაღაროელი შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა. მაღაროელების დაკავება ჭიათურაში საპროტესტო აქციებს დაემთხვა, რომელიც 2025 წლის 28 თებერვალს მაღაროებში შეჩერებული სამუშაოების ფონზე დაიწყო და თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ოცნება უკვე წლებია ქვეყანას წარსულში აბრუნებს, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უკიდურესად საშიში პრეცედენტია. პირველად ვხედავთ, რომ შრომელთა დაპატიმრება ხდება პროტესტის გამო, რომლის მიზანია ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნა. 20 იანვარს სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის მონაწილეები დამნაშავედ ცნო. ეს ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან სამაგალითო დასჯაა ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნისთვის და ამ მოთხოვნის დაცვისთვის. ეს ქმნის უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვისა და დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით.